მოდი ტროტუარზე გადავიდეთ. მოდი ჭამოდი ჩქარა. მოდი. აი ასე. ეს. მოგესალმებით ჩემო კარგებო. მე და ბუბუ ჩამოვედით გორში. არაჩვეულებრივი სექტემბრის დღეა, უბრალოდ ხო, დღეა, ჯერ საღამო არ არის. არც ცივა, არც ხელა, ნათელია, სიმშრალეა. სეირნობთ მე და ბუბუსა ველოდებით, ბუბუს დავაქს. სტილისტს. უნდა გადავპარსოთ ჩვენი ბუბუსა, როგორც იქნა, მას ვქენით რა ქვია. მოვაბით თავი. ძალიან ნერვიულობ ხოლმე, ხა ძალიან არა, მაგრამ ნერვიულობ ხოლმე ბუბუსა რომ იკრიჭება. რო კრეჭენ, იმიტომ რომ ნერვიულობს მაინც, იცით, არ მოსწონს ის მანქანა რომ ბღუის, არ მოსწონს ის უცხოსთან რო რჩება, მე რო ახლოს მივდივარ, არ ემორჩილება, ჩემთან უნდა გადმოსვლა და მთხოვს ხოლმე რომ გარეთ გადიო. ან აქვე დაჯექიო და ახლა გარეთ გასვლა ჯობია, გარეთ რო გავდივარ, ესე გაპიწყინებული დგას ხოლმე და უფრო სწრაფად მიდის საქმე და ჩვენთვისაც კარგია და ძაღლისთვისაც სწრაფად რომ მიდის. ამიტომ დაახლოებით 2 საათი მაინც დასჭირდება ბუბუსას გაპარსვას. შეთელილი ფრაგმენტებიც აქვს. რადგან გადავწყვიტეთ რომ უნდა იმას მექნა გადამეპარსა. ესე გულიანად აღარ გამომივარცხნია, როგორც საჭიროა. ხო და ის 2 საათი. როგორც მინიმუმი 2 საათი. უნდა გამოვისეირნო გორში. შესაძლებელი ვარ აფთიაქში, იმიტომ რომ ჩემი ანტიდეპრესანტი თურმე ყოფილა დეფიციტში. ხო და რა კარგადაა ყურძენი გაკეთებული ადამიანს უნდა დაგანახოთ. დეფიციტში ყოფილა და იქნება გორშიც არ არისო, მაგრამ რაღაცა შემცვლელი უნდა ვიყიდო. ახლა უნდა გაჩვენოთ როგორ აქვს ვენახი ადამიანს გაკეთებული. ესე აქ ესე რა კარგად ასხია და ზემოთ ადის და შეხედეთ რამ სიმაღლეზეა აყვანილი კორპუსზე. ეხ გადავადგათ, ვიღაცა ჯინსი ჩამოვარდნია და გადაუკიდიათ აქ. ნეტა თუ იცის პატრონმა. აქ სკოლა გვაქვს. სწავლა დაიწყო. რაც სწავლა დაიწყო, არ მინახი ხართ, ხო და გილოცავთ წარმატებული სასწავლო წელი, ბევრი ცოდნა. აბა თქვენ იცით ბავშვებო. მოგხსენით საყელური და მივაბარე დალაქს. სადაც ველოდებოდი, იქ აღარა ვარო, მოპირდაპირე მხარეს გადმოდიო. გადავედით. ანერუილ და ბუბუ რა თქმა უნდა 4-ვე ფეხით ამაცოც და მხრებზე. ხო და მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონს გავმეორდებია გამბავი, რა ვქნამ დავტოვე, იმიტომ რომ ჩემთან ერთად წარმოუდგენელია, ჩემი იმედი აქვს, მეწეპება და მაშვება, რა ქვია, ხელს უშლის ოსტატს. ახლა იმიტომ რომ გული გადავაყოლო და კიდევ იმიტომ რომ აფთიაქში საქმე მაქვს, მივდივართ აფთიაქში. მიყვარს გორი. სუფთა და წკრიალა ქალაქია. თები ახლოს მწვანე. და მანქანა არ არის ბევრი, აი მიუხედავად იმისა, რომ სწავლა დაიწყო უკვე, ბევრი მანქანა არ არის. ასეთი თავისუფლება ავტომობილების მოძრაობის მხრივ ხაშურშიც კი არ არის. ხაშური ძალიან ისეთ ქალაქია. აჯებ სანდალი მაგ მხრივ, მით უმეტეს ახლა ხაშურის გადათხარეს, გადმოთხარეს და რაღაცა ორმხრივ მოძრაობიანი მთავარი ქუჩა სამხრივი გახადეს, მოკლედ ძალიან თავდაყირა. ჩავედით მიწის ქვეშეში, ვიღაცა უკრავს.
ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე ვიყიდე ჩემი წამალი ოღონდ არა იმ ქარხნის წარმოებული რომელსაც ვიღებდი ქარხანაა თუ ფაბრიკაა თუ რა ისე რა ქვია ის სადაც წამალს ამზადებენ მაგრამ ფაქტიურად გამოდის რომ წამალს ხო არ ვცვლია რა შემცვლელი ხო არ არის იგივეა უბრალოდ სხვისი ნაწარმოებია და რა ვიცი დამამშვიდეს არავითარი პრობლემა არ გექნება აბა რას მეტყობ მე ჩემ ექიმს მაინც დაურეკავ ყოველი შემთხვევისთვის და რაც არ უნდა მითხრას პრინციპში ვერ ვშოულობ და ახლა რაც არის უნდა მივიღო აი ეს ცოტა დამცხა ამ სიარულში ვაგრძელებთ სეირნობას მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩვენ უკვე სახლში ვართ აი ესეთი კოხტები და გასრიალებულები ვართ ცოტა შეშინებულები ვართ არ მოგვეწონა ის საკაჭელა მანქანა მოვედით ვიბანავეთ ვიჩუხჩუხეთ და ესე ვართ მოწეპებულები მაკაზე რომ კიდე არ წავიდეს მაკა და კიდე მკრეჭავი არ მოვიდეს რა ბუბუ მოყვარხარ ცოტა შესასწორებელი აქვს იცით ბეწუკები ხო მაგრამ აღარ მას ვქენი გავაჩერე ერთი სული ქონდა როდეს გამოვიდო და საბელიც არ გამაკეთებინა ისე შემომაფრინდა რაც შეიძლება ჩქარა გამოვაგწუნა ჩავს მანქანაში და წამოვიყვანე და წნარდება დამშვიდდება არ შეიძლება და ისე გაბორცკნული ახლა უკვე დავივარცხნით ყოველ დღე ჯერ მასაჟი იქნება მერე ბეწვები გვექნება დავარცხნილი და მერე როგორ მისმენ ბიჭო მერე 2-3 თვეში ერთხელ წავალთ ხოლმე და უკვე გავიკეთებთ ვარცხნილობას აი ნახეთ აქ როგორი ისაა კუნფუ პანდას მასწავლებელს რო აქ თხაგეკინა წვერი აი ესეთია მაგასაც მოვაგრიჭა თავარია ვიბანავთ ცოტა შევცივდა ყველაფერი მიუხურეთ დავისვენებ ახლა მე და არ მკითხოთ პამიდრის სამაქ რა ქვია ყუთები მაქვს სამზარეულოში ცალკე აჯიკა მისახედი გავატარე და ვურევი მაჯიკას მგონი სუნელები აქვს დასამატებელი ცალკე პომიდორს ვხარშავ ნელ-ნელა იმიტომ რომ არა მაქვს დიდი ჭურჭელი და დედასგან წამოღება დამეზარა და ვაკეთებ ნელა-ნელა ისეთი მკვრივი პომიდორი აღმოჩნდა ხო იცით რაღაცა ხეხეშა ჯიში როა ხოლმე აი ეს რომ ჯერჯერობით დარბილება და ალპობა არ ემუქრება უფრო უკეთესია ჩამწიფდა კარგად მივადგები ახლა ამოვისუნთქებ ცოტა მივადგები და მივხედავ ტომატს არ ვიცი ამ ყველაფერს რო ჩავამთავრებ მე შეიძლება კიდე მომინდეს რაღაცის გაკეთება ჩემო კარგებო დღეს 6 საათზე გამოვა რეალობის ტრანსერფინგის მეოთხე ვიდეო და ახლა ვზივარ კომპიუტერთან და მეხუთე ვიდეოს ვამზადებ სანამ მე და ბუბუ ჩახუტებულები ვართ და ბუბუ შრება და ინელებს თავის დღევანდელ იმას თავგადასავალს და მეც ვისვენებ ამ ფორმით თუმცა თვალებს რო ვხუჭავ მაინც პომიდორს ვხედავ აბა კარგად ჩემო კარგებო კარგი არა ჩემთან ხართ ბუბუ დამაცადე დამანახე ხალხი კარგია რომ ჩემთან ხართ მადლობა გაუზიარეთ ვიდეო მეგობრებს არ დაგავიწყდეთ TikTok გვერდის გამოწერა კარგ საღამოს მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და შევხვდებით ხვალ კარგად